რუსეთსა და უკრაინას შორის ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებისას სამხედრო კუთხით გარკვეული პროგრესი არსებობს. ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელიც მხოლოდ 2 საათს გაგრძელდა, მხარეებმა პოლიტიკური და სამხედრო საკითხები, ასევე უსაფრთხოების პარამეტრები და პოტენციური მოქმედების მექანიზმები განიხილეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები ორ მიმართულებას მოიცავდა: სამხედროს და პოლიტიკურს. მას დამატებითი დეტალების შესახებ არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ პოლიტიკური მხარე უფრო კომპლექსურია. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის საკითხები განიხილეს და მიმართულებით გარკვეული პროგრესი შეინიშნება. თუმცა ამ პატარა პროგრესის მიუხედავად, კვლავ პრობლემურია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებისა და მოსკოვის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხები. უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიაღწიოს შედეგებს. დღეის მდგომარეობით ვერ ვიტყვით, რომ არსებული შედეგი საკმარისია. სამხედრო წარმომადგენლებმა გარკვეული საკითხები სერიოზულად და არსებითად განიხილეს. თუმცა მგრძნობიარე პოლიტიკური შესაძლო კომპრომისების და ლიდერების შეხვედრის აუცილებლობის საკითხები ჯერ კიდევ არაა საკმარისად დამუშავებული. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კვლავ ევროპაში გაიმართოს და მასში ევროპული მხარეც იყოს ჩართული. ჩვენ შემდეგი შეხვედრის მოლოდინი გვაქვს და სწორი იქნება ის თებერვალში გაიმართოს. მნიშვნელოვანია ევროპელების, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, იტალიისა და შვეიცარიის, როგორც მასპინძელი ქვეყნის ჩართულობაც. სწორედ ჩვენ უკრაინა ყოველთვის ვამტკიცებთ, რომ ევროპა პროცესის ნაწილი უნდა იყოს. მინდა მადლობა გადავუხადო შეერთებულ შტატებს ამ პოზიციის გათვალისწინებისთვის. ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებს კომპლექსურად აფასებს რუსული მხარეც. რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ მოლაპარაკებებს რთული, მაგრამ პრაქტიკული უწოდა. ვლადიმერ მედინსკი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მხარდამჭერია და მაქსიმალისტური მოთხოვნებით გამოირჩევა, რამაც მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესი კიდევ უფრო გაართულა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების შესახებ საქმის კურსშია. მოლაპარაკებები მეორე დღეა მიმდინარეობს. თუ რაიმე ინფორმაცია იქნება ჟენევაში, ჩვენი მთავარი მომლაპარაკებელი ვლადიმერ მედინსკი გაგვაცნობს. ახლა ძნელია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა იყო განხილული. რა თქმა უნდა, პრეზიდენტთან პირდაპირ კავშირი არსებობს, მაგრამ რაიმე შეფასებაზე საუბარი ნაადრევია. მოლაპარაკებებისას მთავარი საკითხი კვლავ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია. კიევს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე არსებული პოზიციების გაყინვა ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე რეალისტურ საფუძველს წარმოადგენს. თუმცა მოსკოვი ნებისმიერი შეთანხმების წინაპირობად მოითხოვს, რომ უკრაინული ძალები დონბასიდან გავიდნენ, რაც უკრაინის დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებსაც მოიცავს, რომლებზეც რუსეთს კონტროლი არასდროს ჰქონია. კიევი ამ მოთხოვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას არ შეუძლია დონბასი რუსეთს ჩააბაროს, რადგან ის არა მხოლოდ ტერიტორიას, არამედ ადამიანებსა და სახელმწიფოს დაცვის სტრატეგიასაც ეხება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე წამოაყენა ომის შედეგად დაზარალებულ აღმოსავლეთ რეგიონში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის იდეა, როგორც პოტენციური კომპრომისი. თუმცა ამ წინადადებას არც რუსეთსა და არც უკრაინაში დიდი მხარდაჭერა არ მოჰყოლია. მოლაპარაკებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ატომური ელექტროსადგურია, რომელიც რუსეთს 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან აქვს ოკუპირებული. ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური უკრაინის ელექტროენერგიის დაახლოებით 20%-ს გამოიმუშავებდა. სამშვიდობო ჩარჩოს ფარგლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარეებს შესთავაზა, რომ ობიექტს ერთობლივად უკრაინამ, ამერიკამ და რუსეთმა უხელმძღვანელონ. თუმცა ოფიციალური კიევი ამ იდეას რუსეთის ოკუპაციის ლეგიტიმაციად მიიჩნევს.